ამ ვიდეოში ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ ქართული ტექსტი პრეზისთვის. პრეზის არის კაი პროგრამა თვითონ პრეზენტაციისთვის, ყოველთვის მინუსი აქვს, რომ ქართულად, ასე ვთქვათ, ვერ დაწერთ თვითონ პროგრამაში, თუმცა აქვე აღნიშნულ შეგიძლიათ აი ამის ამაზე შეხვიდეთ და თვითონ პრეზის, ასე ვთქვათ, შემქმნელებს მიწეროთ, რომ დაამატონ ქართული ფონტი. როგორც ხედავთ, საქართველოდან ბევრს აქვს მიწერილი, მაგრამ ჯერ არ არის გაკეთებული, ამიტომ რაც უფრო მეტი მიწერს, ალბათ მით უფრო სწრაფად გაკეთდება. ეს ესე ზოგადად შეგვიძლია ამით ეს პრობლემაც მოვაგროვოთ, მაგრამ მანამდე სანამ ეს პრობლემა არსებობს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს სხვა პროგრამა, Canva. შევხვალთ ამ პროგრამაში, გავავლით რეგისტრაციას და აქ რაც მზა გაქვთ იმას გიჩვენებთ და შეგიძლიათ შეარჩიოთ უკვე ასე ვთქვათ შეგიძლიათ შეარჩიოთ ის ზომა, რა ზომისაც გინდათ გააკეთოთ თქვენი სლაიდები, ხო არის ამდენივე ვარიანტი. ცხადი ამის კანვას გამოყენება შეგიძლიათ სხვა მიზნებისთვის, იგივე ვთქვათ Facebook-ის ხოვრი რო გააკეთოთ და ასე შემდეგ. და ასევე შეგიძლიათ კონკრეტულად ის ზომა მიუთითოთ სურათის, რომელიც თქვენ ჭირდება. ეს პიქსელებში იქნება მილიმეტრებში თუ სხვა. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ წინასწარ უნდა მოიფიქროთ რა ზომის გჭირდებათ ეს სლაიდი, იმიტომ რომ მე უკვე როცა დაიწყოთ მუშაობას, იქიდან შეცვლა არ არის. მოდით ჩვენ ავირჩიოთ ეს პრეზენტაციის ზომები და ახლა გაიხსნება ახალი ფანჯარა. ეს არის სამუშაო სივრცე. აქეთ მხარეს არის ჩვენი ტექსტი, ფონის შეცვლა, ფერის შეცვლა და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ ქვემოდან. აქედან თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი კომპიუტერიდან სხვადასხვა სურათები, ხო? და ის სურათები ჩაავედოთ თვითონ პრეზენტაციაში. ასევე შეგიძლიათ დავკავშიროთ თქვენი Facebook-ი ამ პროგრამას და პირდაპირ Facebook-იდან ატვირთოთ თქვენი სურათები. მოდით შევხედოთ სურათთან თქვა თრის გაკეთება შეგვიძლია. ფილტრის გამოყენებით შეგვიძლია ფერის შეცვლა და კიდე დამატებით აქვს ფუნქციები, ამას ახლა დეტალურად არ განვიხილავთ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა რას აკეთებს, ხო? შეგიძლიათ მოჭრათ სურათი, თქვათ რა ნაწილიც და რა ზომაც გინდათ რომ ჩანდეს, ხო? შეგიძლიათ დააკოპიროთ, ორი იყოს და რომელი იყოს ზევიდან, რომელი ქვემოდან ამ ღილაკით შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ორი ღილაკით და წაშლა შეიძლება. კიდე დამატებითი ფუნქციები არის, რომ შეგიძლიათ უფრო გამჭვირვალე გახადოთ ეს სურათი. და ასე შემდეგ ამ ფუნქციებსაც ნახავთ რა რას აკეთებს, ამაზე აღარ შევჩერდები. მოდით ისინი დავშალოთ. ნახოთ შემდეგი რა არის. ეს არის ფონი, შეგიძლიათ შეარჩიოთ რაღაც ნახატი რო იყოს ფონზე, ან უბრალოდ კონკრეტული ფერი, რომელიც შეგიძლიათ აქედანაც შეარჩიოთ, ზუსტად ისეთი რომელიც გინდათ და ან კოდის მიხედვით შეარჩიოთ ფერი. ეხლა ვნახოთ ის, რითვისაც შემოვიდეთ ამ პროგრამაში, როგორ გავაკეთოთ სლაიდები პრეზისთვის. აიღებთ ტექსტს, შეგიძლიათ შევცვალოთ ზომა და თქვათ რაღაც ავყურებთ. ამ პროგრამას ის აქვს კარგი, რომ ერთ სლაიდს რომ გააკეთებთ, შეგიძლიათ უცებ დაამატოთ მეორე და ესე მიყვეთ თქვენი პრეზენტაციისთვის მოვამზადოთ სლაიდები. და ასე შემდეგ. ესე იგი, ნახოთ ახლა ტექსტი როგორ შეგვიძლია შევცვალოთ. ფონტის შეცვლა არის, ოღონდ ქართულ ტექსტზე ცხადი არ მუშაობს, მაგრამ ლათინურად თუ დაწერთ, არჩევანი დიდია. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ზომა ტექსტის და შეგიძლიათ შეცვალოთ ფერი. დამატებით ნახოთ, შეგიძლიათ როგორც ჩამონათვალი იყოს, ისე გააკეთოთ. გამოჩნდება ესეთი პატარა წრე, ასევე ტექსტი, ასე ვთქვათ, რომელ მხარეს იყოს. ახლა აქ დიდი ტექსტი არ ჩანს რომ მოვიდოთ, მაგრამ გავადიდოთ, დავცადოთ, ეს ტექსტი ცენტრში იქნება და ასე შემდეგ. აქაც შეგიძლიათ დააკოპიროთ ეს ტექსტი და გახადოთ, თქვათ, გამჭვირვალე. ან არა. და ესე შეგიძლიათ თვითონ ეს გაკეთებული სლაიდი დააკოპიროთ, რომ ეს ტექსტი რაც არის, მასზე გადავიდეს, ან აქ თუ დააჭერთ, გადავა მარტო ფონი. ეს არის ძირითადი, რითაც შეგიძლიათ ეს სლაიდები მოვამზადოთ და მერე გადმოწერას ვნახოთ, მაგრამ მანამდე ვნახოთ დამატებითი რის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც შეგიძლიათ ტექსტი უფრო ასე ვთქვათ ლამაზი რო იყოს, აირჩიოთ ერთ-ერთი შაბლონი და იმის მიხედვით შეცვალოთ, დაწეროთ ქართულად.
არჩევანი დიდია. ხო, გაითვალისწინეთ, რომ შეარჩიოთ იმას, რომელსაც აწერია free უფასო. იმიტომ რომ ზოგი არის ფასიანი, აქ ახლა ქვემოთ რო ჩახვიდეთ გამოჩნდება, მოიტაი. ფონის მაგალითზე რო ვნახოთ, აქ რომელიც უფასო აწერია free და ფასიანები ქვემოთ აწერია $1. ვნახოთ სხვა ფუნქციები ახლა, ტექსტი ვნახეთ, layout, ესენიც უფრო ასე ვთქვათ, ფონი რო იყოს უფრო ლამაზი, აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ, მაგრამ აქ ყველა არის ფასიანი, ესეც გაითვალისწინეთ და search-ში შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ობიექტები ჩასვათ. მაგალითად ეს ახლა დავშალოთ, ეს არის ხაზები და ასე შემდეგ, სხვადასხვა იკონები და ასე შემდეგ. ამას ახლა დეტალურად არ განვიხილავთ, ვთქვათ ერთს კიდე განსხვავებული ფუნქცია რაც არის, ეს ჩარჩოები. ამის მაგალითზე ვნახოთ, ეს რო ჩააგდოთ თქვენს სლაიდზე, აქ უკვე შეგიძლიათ მერე თქვენი ატვირთული სურათები ჩასვათ, ერთ ჩარჩოში ჩაჯდება ერთი სურათი, მეორეში შეგიძლიათ ჩასვათ მეორე. ეს იყო ამ პროგრამის ზოგადი მევახილვა, ახლა ვნახოთ როგორ უნდა განაუწეროთ. ის შეინახა, ჯობია ავიღოთ ეს სურათის ფორმატი, ხო? და ახლა ყველა ეს სლაიდი ჩამოიტვირთვა ჩვენს კომპიუტერზე და მე შეიძლება პრეზისში ამის ატვირთვა. პრინციპში ეს იყო სულ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.